თუ რამდენს ყვება თვალისფერი ჩვენზე? რამდენს ყვება? რას ყვება? ყველაზე მეტყველი ორგანო. თვალები ისედაც ყვება და თან თუ ფერსაც დატვირთვა. მნიშვნელობა აქვს. თაფლები ვართ წარმოდგენილი 4. მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დამეთანხმებით, რომ ზოგადად ადამიანზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეგვიძლია, მისი მეტყველების მანერით, ჟესტებით, სიარულით, სახის ნაკვთობით, სამოსის საყვარელი ფერებით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი ინფორმაციული წყარო არის ამ მხრივ თვალები. თურმე ღია ფერის თვალის მქონე ადამიანები ტკივილის მიმართ უფრო მეტი ძლეობითა და ამტანობით გამოირჩევიან. ამერიკის ტკივილის საზოგადოების მიერ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ტკივილის მართვის, კვლევისა და მკურნალობის გაუმჯობესებაზე მუშაობს. აი სწორედ მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალები, რომლებსაც აქვთ ღია ფერის თვალები, თურმე მშობერობის ტკივილების მიმართ უფრო მეტი გამძლეობით გამოირჩევიან. პირიქით, ღია ფერის თვალები. ღია ფერის თვალები. აბარათქობითა. სხვათა შორის ესეთი ფაქტი არის ცოტა გასაკვირი, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ნაკლები პიგმენტი აქვს უფრო და ასე შემდეგ. თუმცა ასეთი საინტერესო შედეგი იყო. აქვე რამდენიმე საინტერესო ფაქტსაც გაგიზიარებთ. იცოდით, რომ ადამიანის თვალს 10 მილიონამდე ფერის აღქმა და გარჩევა შეუძლია და ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ გამოცნობენასაც და ვნახოთ, როგორი დაკურვებული არის თქვენი თვალები. ასევე ყოველ წამს, როდესაც რაიმეს ვუყურებთ, ჩვენი თვალები ფოკუს 50 ჯერ მაინც იცვლიან. ისინი მუდმივად მოძრაობენ, კონცენტრირდებიან საგნების სხვადასხვა მანძილზე, რათა გამოსახულება მაქსიმალურად მკვეთრი და დეტალური იყოს. ყავისფერი კი, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე გავრცელებული თვალისფერი არის თურმე და ის მსოფლიო მასშტაბით ადამიანების 70-დან 80%-ს აქვს. უმრავლესობა ხალხო. უმრავლესობა. ფიზიოგნომია ეს არის უძველესი მეცნიერება, რომელიც ადამიანის ხასიათის ნიშან-თვისებების შესწავლას იწყებს სხეულის ნაწილებიდან. უმეტესად კი სახის ნაკვთების საშუალებით. თუმცა დაკვირვების პროცესი სწორედ იწყება თვალებიდან. ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ინფორმაციის უმეტესი ნაწილი, თითქმის 80%, რომლის საშუალებითაც ადამიანი ვითარდება, სწორედ თვალებით აღიქმება. და აქვე საინტერესო ინფორმაციასაც გაგიზიარებთ, 2023 წელს სამეცნიერო ჟურნალში გამქვეყნებული კვლევის მიხედვით, უახლოეს მომავალში AI ხელსაწყოების დახმარებით ბავშვებში აუტიზმის ამოცნობა შესაძლოა სწორედ თვალის საშუალებით მოხდეს. ეს იმიტომ, რომ ბადურისა და ტვინის ცვლილებები ერთმანეთს უკავშირდება, ასე ვთქვათ, და მეცნიერების თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე ინდივიდებს ბადურაში სტრუქტურული ცვლილებები აღენიშნებათ და ტვინში მიმდინარე ცვლილებების ანარეკლი არის. და მოდით უკვე საინტერესო რას გვეუბნება ხომ ადამიანის თვალისფერი მის ხასიათზე და ამ მხრივ არსებობს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული რიგი კვლევები და ფსიქოლოგიური დაკვირვებები, რომელთაც დღეს გაგიზიარებთ დეტალურად. ესე იგი, ჩვენ რაღაცა უნდა გაგვაერთიანოს რაღაცა. რადგან თვალისფერი გვაერთიანებს და დანარჩენი აბა, ხო ნახოთ. დავიწყოთ შავი ფერის თვალებით პირველად. შავი, აი მუქი შავი? მუქი შავი. შავი კვარკვალა თვალი. მეგობრები თუ არის, რაღაცა ნახოთ რამდენად დაემთხვევა მოკლედ ეს ყველაფერი. ესეთი გამოხატული შავი თვალი ვის აქვს? როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შავი თვალის მფლობელები მოკლედ ენერგეტიკულად ძლიერი ადამიანები არიან. გადაწყვეტილების მიღებისას საოცარ სიმტკიცეს იჩენენ და ზუსტად იციან მიზანს როგორ მიაღწიონ. ისინი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პირად საზღვრებს თურმე და სანაპირონებას კარგად არ გაიცნობენ, ბოლომდე არ იხსნებიან მათთან. საკმაოდ კარგი ინტუიცია აქვთ და თითქმის არასდროს ცდებიან, ასევე როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ძლიერი სიყვარული იციან და საყვარელი ადამიანისთვის ყველაფრის გასაკეთებლად არიან მზად. ერთგულებითაც გამოირჩევიან და არც დაბრკოლებებს უშინდებიან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერთან ერთად ისინი საკმაოდ ეჭვიანებიც ყოფილან. გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებენ და არც პასუხისმგებლობები აშინებთ. ასევე კვლევების მიხედვით შავი თვალის მქონეები ხშირად ერიდებენ ემოციების გამოხატვას და ყველაფერს გულში იტოვებენ, რის გამოც თურმე ხშირად უფიქსირდებათ ხოლმე სტრესის შედარებით მაღალი დონე. ასევე ახასიათებთ გადაჭარბებული თვითკრიტიკა და მუდმივი კონტროლის სურვილი. სამეცნიერო ჟურნალ Vision Research-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით შავი თვალები სიბნელეში თურმე უფრო სწრაფად ახერხებენ ადაპტირებას, ასევე პიგმენტ მელანინის მაღალი კონცენტრაცია გამო შავი, ასე ვთქვათ, თვალების მფლობელები მზის ულტრაისფერი სხივებისგან უფრო მეტად არიან დაცულები და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ეს არის ბუნებრივი პიგმენტი, რომელიც ადამიანის კანის თვალის და თმის ფერს განსაზღვრავს და ასევე იცავს კანს ულტრაისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ვეთანხმებით ამ შეფასებას? მეტნაკლებ.
გადავიდეთ ყავისფერი. ელოდებით. ყავისფერი ერთია თუ იქ რაღაცა ტონები გვაქვს მუქი და ღია, გრადაციებს ექნება მნიშვნელობა. ყავისფერში შედის თაფლისფერიც, ხო? და ყველა ის. ძირითადად 4 ფერია ხოლმე და ნუ გარდამავალი უკვე ესეთია. აბა მით. მოკლედ ყავისფერი თვალები, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანის უმეტესობას აქვს და დავიწყოთ მუქით. ფსიქოლოგების თქმით, მუქი ყავისფერი თვალების მფლობელები ამბიციურები და მიზანდასახულები არიან. ხშირად ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევიან, თუმცა წყენას ადვილად ივიწყებენ. მათ ლიდერობისთვის დაბადებულ ადამიანებად მოიხსენიებენ, გამოირჩევიან ერთგულებითა და თანაგრძნობის უნარით. ემოციურები არიან და ნუ ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა ახასიათებთან. კვლევების ნაწილის მიხედვით საკმაოდ სწრაფად უყვარდებათ თურმე. ფერა ხო? მაშინ არ ვითანხმებით. ანუ ღია ფერის ვარ. აბა ღია ფერის ნახოთ, ახლა რა ხდება? ღია ყავისფერი თვალების მქონეების ხასიათის თავისებურებად კი შეიძლება ჩაითვალოს ინდივიდუალიზმი და ყველაფრის დამოუკიდებლად კეთების სურვილი. არ უყვართ, როდესაც ეწოლას და კონტროლს გრძნობენ, სენსიტიურები არიან და შეიძლება საკმაოდ მძიმედ გადაიტანონ წყენა. ფსიქოლოგების თქმით, ეთანხმები. ფსიქოლოგების თქმით, ღია ყავისფერი თვალების მფლობელები საიმედო მეგობრები არიან და მათ თავისუფლად შეგიძლიათ რომ დაიღრდნოთ. ასევე სიბეჭითით, კრეატიულ აზროვნებითა და შრომის მოყვარეობით გამოირჩევიან. ასევე მეთანხმებით. ასევე სხვათა შორის კვლევებმა აჩვენა, რომ უცნობებს ყავისფერი თვალის მქონე ადამიანების მიმართ ხშირად უჩნდებათ ნდობა, მაშინ აი ცნობენ არის მუქი ყავისფერი თუ ღია. ანუ შენ ჩაფერდი მეთანხმებით. ძალიან მეგობრები და ძალიან კრეატიულები. დიდი მადლობა. მეთანხმებით ამ ყველაფერს. კარგი, გადავიდეთ ახლა ღია შეფერილობაზე და ცისფერი თვალები განვიხილოთ. მოკლედ, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ღია ცისფერი თვალების მქონეები რომანტიკოსები, ემოციურები და მგრძნობიარეები ყოფილან. მათ ცხოვრებაში სიმართლე ყოველთვის პირველ ადგილზე დგას, მზად არიან დაიცვანის, თუნდაც ეს ხდებოდეს მოკლედ მათ საზიანოდ. ისინი შესანიშნავ ორატორებად ითვლებიან, რადგან ყოველთვის გარკვევით და გულწრფელად საუბრობენ. კომუნიკაბელურები არიან, რის გამოც ახალ ადამიანთან ურთიერთობებს საკმაოდ ადვილად ამყარებენ და გარემოცვასაც მარტივად აფართოვებენ. სხვებისგან მათ კრეატიულობა და ინოვატორობაც გამოარჩევს. სირთულის ან პრობლემის დროს გამოსავალს მარტივად პოულობენ და ალტერნატიულ გზებს უფრო ასე ვთქვათ მარტივად ხედავენ. ეხლა შევიდეთ, გადავიდეთ უფრო მუქი ცისფერი თვალების მქონეები კი. თუმცა საკმაოდ ჯიუტები ყოფილან. როგორც ამბობენ ფსიქოლოგების თქმით, ისინი ხშირად ცვალებადი ხასიათებით გამოირჩევიან და რთულად ივიწყებენ წყენას. ერთფეროვნება არ უყვართ, ამიტომ სიახლეებსა და გამოწვევებს სიხარულით ხვდებიან ხოლმე ყოველთვის. საკმაოდ ძლიერი ინტუიცია აქვთ, რის გამოც თითქმის არასდროს ცდებიან, ასე გვეუბნებიან სპეციალისტები. და ზოგადად როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, რადგან ღია ფერს მიეკუთვნება ცისფერი თვალის მფლობელები ტკივილების მიმართ მეტი ამტანობითა და მოკლედ გამძლეობით გამოირჩევიან. სოსოს პორტრეტი ჩვეულებული. ჩვენი რეჟისორის ესე იგი ჩვენ რო ვამბობთ, რომ ლურჯი და ცისფერი თვალი, ეს ორივე ცისფერი თვალია უბრალოდ მუქი და ღია შეფერილობის. გადავიდეთ მეოთხე ძირითად ფერზე, ეს არის მწვანე და მე ძალიან მიყვარს ზოგადად მწვანე ფერის. თვალის მქონე ადამიანები. აბა ვნახოთ, კაია თუ არა. აბა ვნახოთ. თუ ტყილა მინდოდა. მეც მინდოდა სულ. ფსიქოლოგების თქმით, ამ ფერის მქონე თვალების მფლობელები ემოციური სიღრმით არიან ცნობილები. ყოველთვის გულწრფელად უყვართ, როგორც მკვლევრები ამბობენ, მეგობრები მათ საიმედოობასა და სიკეთეს განსაკუთრებით აფასებენ, ხოლო მტრებს კი მათი პრინციპულობა და სიმტკიცე აღიზიანებთ. კარგი მსმენელები და მოსაუბრეები არიან, სტაბილურობა ახასიათებთ, თუმცა არც ფანტაზიის ნაკლებობას უჩივიან. მწვანე თვალი მოგეწონა ხო? ვარ. ცოტა მწვანე. ცოტა შეპარული. ცოტა გარდამავალი. შენ რა ფერის ჯილს წავიცო? მწვანე ამოა. მწვანე ამოა. ტონი არის მწვანე. კი, არ მე ვიცოდი. მოკლედ, მწვანე თვალება ადამიანები ძალიან შრომის მოყვარები და ამავდროულად ძალიან მომთხოვნები არიან, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართაც. შესანიშნავად უმკლავდებიან ხელმძღვანელ თანამდებობებს და ასევე სხვების თვალში ისინი ხშირად თავისუფლების მოყვარე და დამოუკიდებელ პიროვნებებად აღიქმებიან. კარგად გამოსდით ეგრეთ წოდებული მულტიტასკინგი, ანუ შეუძლიათ რამდენიმე საკითხზე ერთად კონცენტრირდნენ. მწვანე თვალების მქონე ადამიანები განსხვავებულ სიტუაციებს მოხერხებულად ერგებიან, თუმცა პირად საზღვრებს ყოველთვის იცავენ და მარტო ყოფნაც ძალიან უყვართ. მოგვეწონა ძალიან მწვანე ფერი. თავისი დამახასიათებელი რაღაც შენი აქვს, რომელიც საინტერესოა. ყველა ფერში ვიპოვე, ამიტომაც აიჭა ჩემი თვალი კამელეონი და მგონი შავი თვალია ზის სხივების სარანაირი სარამა. შედეგად იცვლება ხოლმე გავლენა და სიყვარული მხოლოდ ცისფერი.
მეგობრებო, მიუხედავად ეს არის 4 ძირითადი ფერი უთხრა ჩვენს მოყოლს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს გარდამავალი ფერები, ნაცისფერი, მაინც 4 ძირითად ფერს გამოყოფენ მეცნიერები. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყველა თვალისფერი ლამაზი, უნიკალური და განსაკუთრებულია, ბოლო პერიოდში მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს თვალისფერის შეცვლის ოპერაცია, რომელსაც კერატოპიგმენტაცია იწოდება და 2025 წელს მას 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა და რა ხდება ახლა ამ ოპერაციის დროს? ლაზერული ტექნოლოგიას იყენებენ ამ დროს და მარტივ სიტყვებით რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, ამ დროს თვალის რქოვანაში შეჰყავთ სპეციალიზირებული პიგმენტი, რომელიც თვალის ბუნებრივ ფერს ფარავს და მას სასურველ შეფერილობას აძლევს. ტატუ არის ერთგვარი. შედეგი არის აი ახლა გადის კადრებიც როგორ ხდება ეს ყველაფერი და გვექნება ასევე კადრები, სადაც არის უკვე დასაწყისში როგორი თვალისფერი ქონდა ადამიანს და ოპერაციის შემდეგ როგორ მიიღო სასურველი. აი ამ გოგონას მაგალითად ნახეთ. არაბუნებრივია. აი თითქოს აღარ მომწონს მე. შრალი ფერია, კი. AI თვალია რა. რაღაცა არაბუნებრივად გამოიყურება ხო საკმაოდ. ნიზები თუ ძალიან გინდა, თუ არა მეგონი რაც მოგეცა ის არის შენთვის იდეალური, მეც გეთანხმები. შედეგი სამუდამო არის, როგორც ამბობენ, თუმცა პარალელურად არის ის, რომ დროთა განმავლობაში აი ერთგვარად იცრიცება შეფერილობა ბუნებრივია. გადავივალო თვალი ღირებულებასაც, რომელიც მერყეობს 8-დან 16000 დოლარამდე, აი გააჩნია ადამიანს ორივე თვალის ფერის შეცვლა სურს თუ მხოლოდ ერთის. ერთიცაც ციფრია. აკეთება ხოლმე ამასაც. მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა უსაფრთხოდ არის მიჩნეული, ამერიკის ოფთალმოლოგიის ცენტრი მოსახლეობას პოტენციური საფრთხის შესახებ აფრთხილებს, ჩარევა შესაძლოა მოყვეს, მხედველობის დაქვეითება ან სრულად დაკარგვა, რქოვანას დაზიანება, თვალის ანთება, ტკივილი ან კატარაქტა, ეს არის თვალის ერთ-ერთი ნაწილის, კონკრეტულად კი ბროლის დაზიანება, რომლის დროსაც მხედველობა ხდება არამკვეთრი, დაბინდული და ემსგავსება ნისლიან სივრცეში ხედვას. აქედან გამომდინარე, ამ მიდგომა ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და აქვე უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ის არ არის ოფიციალურად დამტკიცებული ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის FDA-ის მიერ და მინდა ბოლოს შევეხოთ ჰეტეროქტომიას, მეგობრებო, იშვიათ ფენომენს, რომელსაც მეცნიერებაში თვალის ყველაზე ლამაზ სინდრომს უწოდებენ ხოლმე. ამ დროს ადამიანის ორივე თვალი არის განსხვავებული ფერის და ორივე ერთ კომბინაციაში მომწონს. აი ესეც ნახე, აი კომბინაციაში მომწონს ძალიან. ლამაზია, ამიტომ უწოდებენ ეს თვალის ყველაზე ლამაზ სინდრომს და როგორც აღმოჩნდა, ის აქვს ადამიანების მხოლოდ 1%. ძალიან ლამაზ. და ამ დროს გარკვეული გენის ცვლილებით ხდება პიგმენტ მელანინის არათანაბარი გადანაწილება თვალებში და აი ამის შედეგად ვიღებთ აი ასეთ ლამაზ მართლა ძალიან ლამაზია. ძალიან. აქ თვალის ფერის გარდა თვითონ თვალებიც ძალიან კი. არც უმაგისობა. ახლა დავიწყოთ მაშინ რომ მოვასწროთ თვალის გაყლები ძის. მე ვიცი უკვე ვცნობ, გაგო. აბა დავიწყოთ რამდენად კარგად გვახსოვს და ჯერ დავსვათ შეკითხვა მოკლედ პირველი. აბა გამოვიცნოთ რომელი ცნობილი ადამიანის თვალი არის. ეს არის ჰარი სტაილსი, ტიმოთი შალამე. იმოთე. ტიმოთი შალამე. ტიმოთი შალამე. ეს ბიონსეა პირდაპირ გეუბნები. ამოიცნობილი ადამიანის თვალი ძალიან დავუკვირდეთ. ეს არის კრის ჯენერი, კენდალ ჯენერი, კაილი ჯენერი თუ კიმ კარდაშიანი. არა, თიკ ამბობს კიმი და კრისი არ არის. აბა ან კენდალი ან კაილი და აბა რომელზე ჩავუყალიბე? კენდალი თუ კაილი. აბა ანუ კიმი გამომირიცხე, კი, აი ეგრევე გამოირიცხა ეგრევე. მე არიანა საუბრობ თბილა. ვიცი რომ თბილა და ის არის. კი, უბრალოდ მათ ვიხსენებ ახლა რომელია. ბოლო დავაფიქსიროთ რომელია კაილი თუ კენდალი? კაილი. კაილი. დავიდა სწორი პასუხი ეს არის კაილი ჯენერი. კარგი, გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. რა თქმა უნდა. აბა რომელი ცნობილი ადამიანის აბა თვალი არის ეს უნდა გამოვიცნოთ. ეს არის მერილინ მონრო, ემა ვატსონი, სოფი ლორენი თუ ანჯელინა ჯოლი. ანჯელინა ჯოლი ძალიან დამახასიათებელი თვალია. ეს ეს ვიცი კაცო. კარგი, მოხეთ დავსვათ მაშინ. ეს არის რაიან რეინოლდსი, ტომ ჰოლანდი, რაიან გოსლინგი, დუეინ ჯონსონი. კარგი, ეს ტომ ჰოლანდი და დუეინი გამოვირიცხეთ და რაიან რეინოლდსია თუ რაიან გოსლინგი არ არის, რეინოლდსია. სწორია. სწორი პასუხია ნამდვილად რაიან რეინოლდსია. კარგი, შემდეგზე გადავიდეთ.
გამოიცანი ცნობილი ადამიანი თვალების მილა ფოტოთი. კუნისია ეს. ნატალი პორტმანი, კირა ნაიტლი, მილა კუნისი თუ ლილი კუნისი. ნატალი პორტმანი და კირა ნაიტლი გამოვლიცხე და კუნისკებია. თანხმდებით ხო, ნამდვილად ეს არის მილა კუნისი. აქ პასუხი არ მქონდა სინამდვილეში. აბა გადავიდეთ მაშინ მეექვსე შეკითხვაზეც და ვნახოთ ვისი თვალები არის არის ამ თავი? შემთხვევაში. ჯასტინ ბიბერი, ჯასტინ კია. არა, არის დაილსია რა. ბოლოს შევჯერდით რომ ეს არის თავი. ისე გაგიშები. ეს არის ნამდვილად. ეს არის კიანუ რივზი. რა თქმა უნდა. შემდეგ გიშივით გიშივით მივდივართ ხო? დავსვათ აბა შემდეგი შეკითხვა. რა თქმა ამას უნდა. ხშირად გამოიცანი ჩაუტარეთ. ცნობილი ადამიანი თვალების ფოტო. ეს არის კიანუ რივზი, ჯორჯ კლუნი. გახდებით ხო? რა თქმა უნდა. ეს არის ჰოლივუდის ყველაზე თავმდაბალი ვარსკვლავი. აბა და ეს რომ ადამ სანდლერი იყოს. უნდა იყოს ერთი უაზრო პასუხიც. კარგით, შემდეგი მე მეგონა შეკითხვა. ქართველები მაიკლი, რა იქნებოდნენ. ამას ვერ გამოიცნობ. ძალიან აი ეს ყველას ვიცნობ, ნინი, ჩვენი თვალები რატო არ ძალიან დაკურებული ჩვენი თვალები. თვალების ღი. რა თქმა უნდა ეს არის მაიკლი. აბა რა. უპირობოდ. კარგით, დავსვათ მეცხრე შეკითხვა. შემდეგი ელა ჭერები ვართ რა. რიანა, baby.იანასაც ხოთი შორის ძალიან დამახასიათებელი თვალები აქვს და ეს ლეოა. ზერა და ანუ ხედვა. ერთი ვერ გამოვიცანი კარდაშიანები. ვერ გამოიცან დაგაბნია კარდაშიანებში ხო? და ბოლოც არის ბოლო, აბა ეს ლეო არის. კი არის ბოლო. აღარც მათქვევინებს სავარაუდო პასუხს ეს არის ნამდვილად ლეონარდო მე ველოდებოდი ჩვენ დიკაპრიო. თვალებს ნინიკო ძალიან ისა რა ქვია იმედ გაცხრუებული ძალიან რა კაი. ველოდებოდი რომ რაღაცა ისეთი მე მახსოვს პოსტ თვალიც კი იყო ეკრანზე გამოტანილი. ხო იყო ეგეთი შეცდომა. იყო. იყო რა. მოკლედ საკუთარ დაკურებული გავერთეთ. თვალები ქონდა და მართალი ხარ ასე. თვალი ძალიან ყიდის ადამიანს. ყიდის რა გულისხმობ ადვილად ხვდები, მაგრამ ჯენერების თუ კარდაშიანების შემთხვევაში ეგენი პრინციპში ყველა. თვალის ერთნაირი ქონია, სხვა რაღაცებთან ერთად, თვალწარმის ერთმანეთს ერთნაირი. გვანა და აქ და გამომდინარე არ არის პრობლემა თუ ვერ თვალები მივხვდით. განსაკუთრებით ერთნაირად.